ვენოკლევთ კურიერს 9 საათზე და დღის მთავარი სპორტული სიახლეებით დიმიტრი ობელაძე გვერდება საღამოშიდობის. საღამოშიდობისა ვარსკვლავთა ტურნირი ქართველი მოჭადრაკის ნანა ძაგნიძის გამარჯვებით დასრულდა. გათამაშებაში, რომელიც საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით საქართველოში პირველად ჩატარდა, მსოფლიოს 12 უძლიერესი მოჭადრაკე მონაწილეობდა. 3 მსოფლიოს, 6 ევროპის და 6 ოლიმპიური ჩემპიონი. საპრიზო ფონდი 40,000 ამერიკულ დოლარში ადგენდა. გადამწყვეტი გამოდგა ტურნირის დასკვნითი მეოთხე დღე. ნანა ძაგნიძემ დღეს შედი პია კრავნინგი დამაჯერებდა, დაამარცხა, რვაქულა დააგროვა და ჩემპიონი გახდა. ტურნირის გამარჯვებული ჭადრაკის ფედერაციის გენერალურმა სპონსორმა კომპანია სოკარმა 10,000 ამერიკული დოლარი დააჯილდოვა. გამოვიდა საბოლოო ჯამში, იქნებ გამომდინარე ტაიბრეიკის თამაშის მომიწია, მაგრამ თან თავიდან რთულად დავიწყე 3.5 ქულით, მაგრამ დანარჩენ ტურებში შემდეგ 7.5 ავიღე და გავიდე პირველ ადგილზე. კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ არტო საორგანიზაციო კუთხით ვარ ჩემპიონი, არამედ ვარ ნამდვილად სპორტის კუთხითაც. მე ძალიან მიხარია და მინდა მიულოცო ყველა ჭადრაკის გულშემატკივარს ესოდენ დიდი წარმატება. ვარსკვლავთა ტურნირის მოგება ძალიან რთული არის დამერწმუნებით და გადაწყვეტა მით უმეტეს, აი ფოტო ფინიშმა გაარკვია თუ ვინ იყო გამარჯვებული და მე მინდა მიულოცო ნანა ძაგნიძეს. ყველა გაიხარა ნანას გამარჯვებით, იმიტომ რომ საკმაოდ ძლიერი მოწინააღმდეგე ყავდა. ფინალში მსოფლიო ჩემპიონატის და ჩემპიონის დამარცხება ეს არ არის ადვილი საქმე, განსაკუთრებით ჭადრაკში ულოცავ ნანას, უსურვებ წარმატებებს და ჩვენ ქვეყანას უფრო მაღალ შედეგებს.